მეგობრებო, ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი განვლილი გზა. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ამ ერთ წელზე, 2025 წელზე, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება უკვე წარსული. და როგორ უნდა დავტოვოთ წარსულში და თუ იყო რაღაც ტრავმა, შლეიფად არ გადმოგვყვეს 2026 წელს. ასე რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრებთ ნათია უტიაშვილთან ერთად, რომელიც უკვე შემოგვიერთდა, ის გახლავთ პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოკონსულტანტი. მოგესალმებით, მადლობა რომ დილიდან ხართ ჩვენ ერთად და ალბათ ესეთი კითხვით უნდა დავიწყოთ საუბარი. 21 საუკუნეში მართლა ისე აჩქარდა ცხოვრება, რომ ხშირ შემთხვევაში წიგნის წაკითხვასაც ვეღარ ვასწრებთ ხოლმე, ფიქრზე საუბარი ზედმეტია და ის რომ რაღაცა გაანალიზო, განიხილო, რა იყო, როგორ იყო, ხშირ შემთხვევაში ფუფუნებაა ხოლმე. ამიტომ აი ამ გაანალიზების მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. რატო უნდა გავშიფროთ ჩვენი განვლილი გზა? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ვისარგებლებ ეთერი და დამდეგ შობა ახალწელს მივულოცავ თქვენს მაყურებელს. მადლობა. ხო, ძალიან ისეთი კარგად და საინტერესოდ დაიწყეთ და ძალიან ბევრი კარგი რაღაც თქვით და ზოგადად როგორ არის იცით, მე არ ვთვლი რომ მხოლოდ ახალი წელი უნდა გავაანალიზო. ზოგადად ჩემთვის არის ხოლმე ყოველი დღის ბოლოს რაღაცა გაანალიზება, დავუშვათ რა გავაკეთე, რა რესურსი დავინახე საკუთარ თავში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამით ვიწყებთ საკუთარ თავთან კონტაქტს. ხო, აი შენ ახსენე რომ ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი გვაქვს, რაღაცა რუტინა, ხო, სულ დავრბივარ სამსახურში, ოჯახი და ხშირ შემთხვევაში დრო არ გრჩება ხოლმე საკუთარი თავისთვის და ეს რაღაცა თუნდაც ერთი წლის განმავლობაში ბოლოს, აი თუნდაც 30-ში იქნება თუ მანამდე იქნება გაანალიზება, ანუ რა გავაკეთე მე, ხო? იყო შეიძლება რაღაცა სირთულეები, მაგრამ როდესაც რაღაცა თუნდაც ის სირთულეა და ამაზე განვიცდით, ნერვიულობთ, ზოგადად დაუსრულებ სიტუაციებს ახასიათებს ძალიან დიდი ენერგიის გამოყოფა, რომელიც არ სრულდება და შეიძლება გადაგვყვეს 2026 წელს. ამიტომ ჯობია დავუშვათ თუ რაღაც სირთულე იყო, ხო? იქვე დავაკონკრეტოთ და თქვა, კი, ეს იყო სირთულე ჩემთვის, მე ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ნებისმიერი სირთულის და ნებისმიერი გამოწვევის უკან დგას რესურსი და ამ რესურსებს კონცენტრირება. ანუ რა მომცა ამ სირთულემ? რა მომცა? აი შეიძლება რაღაცა პატარა სავარჯიშოსავით რაღაც ადამიანმა ჩამოწეროს, რომ ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის, ამას ვაღიარებ, ვაფიქსირებ, ანუ ჩემ ემოციებთან ვრჩები, ანუ ვაანალიზებ ამას, მაგრამ იქვე კითხვა, რომ რა მომცა ამ სირთულემ, ხო? არ არსებობს რომ რაღაცა გამოსავალი არ ყოფილიყო, რაღაცა არ გავზრდილიყავი, თუნდაც ის რომ მოვედი აქამდე და 2026 წელში უნდა გადავიდე. ამიტომ ეს ანალიზი არ უნდა იყოს თვითკრიტიკა, არ უნდა იყოს იმაზე, აი ან ცუდი ან კარგი კი არა. ხო, არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენი პიროვნულის და ხო ეგ არის და პიროვნული განვითარება ის არის, რომ საკუთარ თავს მიუახლოვდეთ, საკუთარ თავი კარგად გავიცნოთ და ეს ანალიზი უნდა დაგვეხმაროს იმაში, რომ აი 2025 წელს რამდენად გამოვყავი საკუთარი თავისთვის დრო, ხო? თუნდაც 5 წუთი, 10 წუთი, რამდენად ვაკეთებდი იმას, რაც მე მინდოდა, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში უკმაყოფილება საიდან მოდის, ხო? თუნდაც აი თქვათ, რომ ცუდი წელი გქონდა, რომ სულ ვაკეთებდით რაღაცა ვიღაცისთვის და ჩვენ რაც გვინდოდა რეალურად, ხო? აი ეს ენერგია, შიგნით შეკავებული ენერგია დაგვრჩა და ეს გადაგვყვება 2026 წელს, იმიტომ რომ არც დავფიქრებული ვართ რა იყო და ამიტომ რაღაცა ის შეჯამება დავსხდეთ, დავფიქრდეთ, ჩამოვწეროთ, რა გავაკეთე, ეს რისთვის მჭირდებოდა. აი მე რაღაც ხო არ გამომჩა ისეთი, რაც მე უნდა გამეკეთებინა. ან დაუშვათ რაღაცა რომ არ გამომივიდა, იქნება საერთოდ არ მჭირდებოდა ამის გაკეთება, ხო? იმიტომ რომ რაღაცნაირად წარმატება იქნება თუ წარუმატებლობა, ყველას გვაქვს ეს ინდივიდუალური შეფასება და რა არის ხო ესე იგი წარუმატებლობა სიტყვას ვიღაცისთვის არის ის რომ რაღაცა საქმე არ გააკეთა, რომელიც შეიძლება ვიღაცამ დაავალა, ვიღაცამ უთხრა რომ ეს მოგიტან შენ წარმატებას, მაგრამ ვინც იცის ზუსტად რა არის მისთვის წარმატება, აქედან გამომდინარე ის ზუსტად აანალიზებს და ზუსტად იცის რომ ეს იყო მისთვის კარგი და თუ აქამდე არ მისვლათ 2025 წელს, შეგვიძლია აი ნაბიჯნაბი დღეიდან დავიწყოთ რომ აი რა მინდა მე, რა მსიამოვნებს, ხო აი რისი გაკეთება და კი, საკუთარი თავის თუ ვერ შევიცნობთ, ყოველთვის უკმაყოფილების განცდა გვექნება. ყოველთვის რაღაცას მოვძებნით 2025 წელში, რომელიც აი ვერ გავაკეთეთ, ცუდი იყო, არ მოგვეწონა, რაღაცა ის მომიტანა ცუდი რაღაც ხო შედეგები, მაგრამ და ცუდ განწყობას კიდევ ცუდი ემოციაც ხო მოაქვს და შემდეგ ეს ხო ცხოვრების ხარისხზე და ზოგადად ყველაფერზე მოქმედებს. როგორც ვაზროვნებთ და როგორც ფიქრობთ, ჩვენი ცხოვრება ზუსტად ის არის. ძალიან ესეთი საინტერესო გაანალიზება მოვისმინე და დამამახსოვრდა წარსულის და მომავლის. ანუ წარსული მოგწონს იმიტომ რომ ვიცით რა მოხდა და ანუ სიურპრიზებით სავსე არ არის და მომავლის გვეშინია იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიცით რა მოხდება, ხო? აი წარსულზე რომ კონცენტრირდეთ, შეიძლება გვიყურებდნენ ახლა ისეთი ადამიანები, რომლებიცთვისაც თუნდაც ეს წელი იყო ძალიან რთული, ხო? როგორ უნდა მოვიქცეთ წლის ბოლოს, რომ დავტოვოთ ის 2025 წელს და 26-ში უფრო ესეთი განახლებული ძალებით შევუდგეთ ახალ წელს? ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ზოგმა იცის ხოლმე, აი
წარსული უნდა დავივიწყო, აღარ მინდა წარსული, იმიტომ რომ მესმის რომ რაღაცა ცუდი გამოცდილებები იყო, მაგრამ წარსული არის ის, რითიც მოვედით ჩვენ, ხო? ის რომ რაღაცა ძალიან მტკივნეული იყო, რაღაცა ძალიან გვიჭირდა, დიდი გამოწვევების წინაშე ვიყავით, ამან ჩამოგვაყალიბა ამ პიროვნებად. ამიტომ წარსულის მიმართ მადლიერების გზნობა მუდმივად აუცილებელია. აი მე პირადად ესეთი რიტუალი მაქვს ახალწელს ხოლმე 12 საათი რო გახდება ბავშვობიდან ეს ვარ, არ ვიცი. ხო, ზოგი რაღაცას ასტროლოგიურად აკეთებს, ხო, ეს მე მაგათად გები ხატების წინ და მადლობას უხდი ღმერთს, რომ 2025 წელმა ასე წარმატებულად ჩაიარა ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ ნუ ჩემი სიტყვებით და მადლობას ვეუბნები უკვე 2026 წლის შემობრძანებას და ამიტომ რაღაცა წარსულზე ჩვენ პასუხისგებლობას ვერ ავიღებთ წარსულზე რაც მოხდა. ხო, ძირითად შემთხვევაში ადამიანები ნერვიულობენ იმაზე, რომ აი წარსულში რაღაცა ვერ გავაკეთე, რაღაცა არ გამომივიდა და აი ეს შლეიფის ამბავიც ეს მოყვებათ ხოლმე, ხო? აი მაგალითად მე რომ აქედან გავა და მე სახში დავიწყო, რომ აი რატომ ვერ თქვი ეს, რატომ ვერ გავაკეთე? ხო, ეს საერთოდ გამიფუჭდება, ხო, ეს გაწყობა რაღაც რაც თავარია, ხო, და მე უბრალოდ როგორ არის ის ადამიანი ნებისმიერ მოცემულობაში, აი ამის გაზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერ მოცემულობაში იქცევა ისე როგორც შეუძლია, რისი რესურსიც აქვს. ანუ მან ის გააკეთა იმ მომენტში, რაც შეეძლო. შესაბამისად, როდესაც ამის დაფიქსირებას იწყებ, რომ მე გავაკეთე ის, რაც შემეძლო და არა ის, რაც შეუძლებელი იყო იმ მომენტისთვის, მადლიერების გზნობა შეება და წარსულის მიმართ შეები მადლიერი და ეს შლეიფად კი არ გამოყება ცუდი წარსული, რაღაცა შეიძლება პატარა სამკაულებით, რომელიც სულ გიკეთია და გახსოვს, რომ აქ რაღაცა ტკივილი იყო, რაღაცა სირთულე იყო. ეს მე მახსოვს, ვაღიარებ, მაგრამ მე ამაში არ ვჩები და ვიწყებ აწმყოთი ცხოვრებას და მომავალში არავინ არ იცის რა მოხდება და ძირითადად აი ეს შფოთვა რომ არის ნერვიულობა, რაღაცა ნეგატიური აზრები წარსულს და მომავალს უკავშირდება. აწმყოზე არავინ არ ფიქრობს, იმიტომ რომ არ იცი რა მოხდება მომავალში, არ იცი როგორ იქნება. მთელი ცხოვრება იმაზე ვინერვიულეო, რაც შეიძლება არ მომხდარა. რაც საბოლოო ჯამში არ მომხდარაო. ხო, ამიტომ რაღაცა გაურკვევლის შიშია ხოლმე, იმიტომ რომ მომავალში ხო არ ვიცით და ამიტომ არც წარსულზე უნდა ვიყოთ ესე ორიენტირებული დიდად და არც მომავალზე. რომ ჯობია რომ რაღაცა ესე აწმყოთი მივიღოთ სიამოვნება, ვიგრძოთ, აი ამ წუთით დავუკვეთ თქვენთან ურთიერთობით საუბრით და ნელ-ნელა აქედან რომ გავართ უკვე წარსული იქნება, ხო და რაღაცა ნაბიჯი უკვე მომავალია. ნათი, ნახეთ, თითქმის ყოველდღიურად თუ არა ხშირად ვიღებთ გადაწყვეტილებას. და სამი კატეგორიის ადამიანი არსებობს. ერთი, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს და მე მთელი ცხოვრება გაიძახის, რატო გავაკეთე ესო. მეორე კატეგორია, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს და მთელი ცხოვრება თავის თავს აძახებს, რომ რა მაგარი ვარ, რომ ეს გავაკეთე და მესამე გადაწყვეტილებას მიიღებს და გააგრძელებს ცხოვრებას. აი ეს მესამე მინდა ვიყო მე. ყოველგვარი ზედმეტი თავის ტკივილების გარეშე. როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება ისე, რომ შემდეგ აი იმისგან გამოწვეულ შედეგებზე, ან თუნდაც იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, მთელი ცხოვრება არ ვტანჯოთ თავი. ხო, ეს მარტივი რეცეპტები არ არსებობს, ხო ვიცით და ამას რაღაცა შრომა ჭირდება, რომ მივიდეთ რაღაცა ეტაპამდე, რაღაცა გამოცდილებები უნდა დავაგროვოთ, ხო. რაღაცა გადაწყვეტილება მიიღე, უკვე რაც მოხდა, ესეც იგივეა, ხო, წარსულში დაბრუნება, ანუ მიიღე, ამას ვერ შეეცვლი. აი, რაღაც ამაზე უნდა კონცენტრირდეთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, უკვე გავაკეთე და ნუ ვერაფერს ვერ შევცვლი, ხო? ანუ აქ უნდა დავინახო, რა შეიძლება თუ დავუშვათ, გაფუჭდა რაღაცა, აღარ მომეწონა, ან რატო გავაკეთე, უნდა დავფიქრდე, რისთვის გავაკეთე. შეიძლება იყო რაღაც, რომ ვიღაცა მომახვია თავს. ვიღაცის სურვილი დავაკმაყოფილე და საერთოდ არ მინდოდა, ხო? ჩვენში ხო რაღაც ესე ჩადებული, მაგიტომ არის საკუთარ თავთან კონტაქტი, რომ ძალიან ბევრი უნდებია ჩადებული, ხო? ვიღაცას უნდა ვიღაცას და როდესაც იცი შენ რა გინდა, ესე გადაწყვეტილებას რომ მიიღებ, აღარ ნანოფ. ანუ მაგიტომ აქაც არის, რომ რაღაცა საკუთარ თავს უნდა მოусმინოთ, ხო? აი, ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე მაგალითად და დავიწყე ნერვიულობა, ხო? აი, რისთვის ნერვიულობ, რატომ ნერვიულობ? ანუ რა იყო ამაში ცუდი, რამ დამასუსტა, გამაძლიერა ამ გადაწყვეტილებამ, რა მომიტანა? ანუ ანალიზის უნარი, მაინც რაღაცა დავფიქრდეთ, რომ რა იყო, დაუშვათ რატომ ნერვიულობ, ხო, რისთვის ნერვიულობ, მაგრამ ეს მესამე კატეგორია ყველაზე კარგია, ხო, იმიტომ რომ მიიღო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ ესეთი კატეგორიის ადამიანებმა იციან რა უნდათ, უფრო მეტად იციან, უფრო მეტად აკვირდებიან, იმიტომ რომ აი რაღაცა კითხვის დასმას ხშირად, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავიგოთ, რომ არის რაღაცა, რაც ძალიან გვაძლიერებს და არის რაღაცა, რაც გვასუსტებს და ენერგიას გვართმევს. შეიძლება იყოს ეს სამსახურიც, მაგალითად, მუშაობდე ისეთ სამსახურში, მესმის ფინანსური საკითხები აუცილებელია, მაგრამ ის ხელა ენერგია და რესურსი მიქონდეს, რომ საერთოდ ვერაფრის კეთებას ვეღარ ვახერხებდე. ამიტომაც აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად ვიცოდეთ, რა გვინდა და თან რაც მნიშვნელოვანია, რაც მოხდა და გადაწყვეტილება მივიღე, იმას ვეღარ შევცვლი. უბრალოდ თუ გამოსავალი გვინდა მოვძებნოთ, ან მე ვთქვი, რომ ნებისმიერი პრობლემის, ნებისმიერი გამოწვევის უკან დგას გამოსავალი, იმიტომ რომ აი თვითონ ჩვენ პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში ადამიანი არის რესურსების საბადო. ანუ ნებისმიერი ადამიანის უკან არის რაღაცა რესურსი, უბრალოდ მან ამის შესახებაც არ იცის, შეიძლება არ იცის. შეიძლება იცის და ძალიან კარგია თუ არ იცის, მაგრამ არ არსებობს რომ რაღაცა გადაწყვეტილება მივიღოთ, რაღაცა არ გამოგვივიდეს და მე არ დავფიქრდეთ და არ ვიპოვოთ
გამოსავალი აქედან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან კონტაქტთან მივდივართ და შენ გადაცემის რუბრიკაც ძალიან კარგია, რომ ესეთი რუბრიკა გაქვს. კი ბატონო. ნათია, დასასრულისკენ მივდივართ ნელ-ნელა და მოდის უკვე ის პერიოდი, როდესაც რაღაც მიზნები უნდა დავისახოთ. წლის დასაწყისში ხო გვიყვარს ხოლმე ეს, რომ აი ამ წელს ეს უნდა გავაკეთო, ის უნდა გავაკეთო. რაღაც გარკვეული ტექნიკები არსებობს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ და უფრო მარტივი გახდეს ამ მიზნების დასახვა. რა შეიძლება გვასწავლოთ? ხორად როგორ დავისახოთ? შესაძლებელია, კი, აქაც იქ მივდივართ იმასთან, რომ ანუ ჩვენ რა გვინდა მართლა, რა გვინდა და რა მიზანია ეს მიზანი ჩვენ გვემსახურება, ჩვენთვის არის კარგი თუ დაუშვათ ვიღაცისთვის არის და ვიღაცა მოგვახვია თავს. ამაზე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისე ვინანებთ მერე, რომ აი რატო დავისახე ეს მიზანი, რა მინდოდა. შის როგორ არის, იცი ადამიანის ჩვენთან პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში არსებობს 4 სფერო, ხო? ეს არის სხეულის სფერო, ეს არის აი მიღწევები, საქმიანობა, კონტაქტები და მეოთხე არის საზრისი. ანუ აი ჩვენი ფიქრები, ემოციები, წამსი და რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ, როდესაც გეგმებს ჩამოვწერთ, რომ ყოველ ბალანსში ცხოვრება უნდა იყოს ბალანსში და ადამიანი უნდა იყოს ბალანსში. მაშინ არის ადამიანი ჯამთელი, რაღაც მენტალურად ჯამთელი, ისედაც ფიზიკურად, როდესაც არის ეს 4-ვე სფერო აქვს ბალანსში. აქედან გამომდინარე, უნდა დავსახოთ ისე მიზნები, რომ დავუშვათ აი რაღაცა სხეულისთვის, რაღაცა ეს კონტაქტებისთვის, ხო, ურთიერთობა კონტაქტები არის ოჯახის წევრებისთვის, რაღაცა უნდა იყოს მიზანი საქმესთან დაკავშირებით. რაღაცა შეიძლება იყოს აი საზრისი, ანუ წიგნის საკითხვა, რაღაცა სამოგზაურო წასვლა, ხო, აი ფილმის ყურება, რაღაც, ანუ ისე უნდა გადავანაწილოთ, რომ ყველა სფეროში მოგცეს ბალანსი, იმიტომ რომ თუ მაგალითად მე მხოლოდ სხეულზე ვარ ორიენტირებული, ხო, მხოლოდ ვარჯიშობ, მხოლოდ რა ვიცი, აი საკუთარ თავს უვლი და დავუშვათ არ მაქვს კონტაქტი ოჯახის წევრებთან, არ მაქვს კონტაქტი მეგობრებთან, საერთოდ არც წიგნს ვკითხულობ, არც დავუშვათ ფილმს არ უყურებ, ან რაც არის დავუშვათ ეკლესიაში არ დავდივარ, ყველაფერი მოიაზრება, მაინც რჩებით რაღაცა ძალიან ისეთი გამოფიტულები რჩებით, იმიტომ რომ ენერგია არასწორად გადანაწილდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ესე დავიჯდეთ და ვთქვათ, რომ მოდი აი რაღაცა პატარა მიზანი ამ სფეროში დავისახო, პატარა მიზანი ამაში და ძალიან ისეთი საბოლოო ჯამში მივიღებთ, ხო? მე გვაძლევს კმაყოფილებას, რაც შემდეგ უკვე ჩვენს განწყობაზე პოზიტიურად აისახება. რა თქმა უნდა, მოქმედებს და ენერგიით ვივსებით, იმიტომ რომ ნებისმიერ სფეროში, როდესაც რაღაც არ გვაქვს სწორად დაბალანსებული, ეს გამოფიტვას იწვევს და ენერგიის ნაკლებობას და მე ვეღარ ვიგებთ, რომ საიდან იყო და შეიძლება ის მიზანი, რომელიც ძალიან გვინდოდა და ძალიან დავისახეთ, იმ მიზნამდე ვერ მივიდეთ და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო, რომ მაგალითად მარცხენა მხარე შეგვიძლია ჩამოვწეროთ 2025 წელს რა იყო, რა მოხდა, თუნდაც ეს რთული იყო, რაღაცა არ გამომივიდა, ესე ჩამოვწერთ და მარჯვენა მხარეს ჩამოვწერეთ, რომ აი რითი ვიწყებ მე. აი ამის აპირისპიროთ და პოზიტიური გადატანა ხდება, თუნდაც იმ კრამვის და ცუდი გამოცდილების პოზიტიური კუთხით გადმოტანა და ესეთ რაღაცები ძალიან გვეხმარება. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან დიდი მადლობა. ნათია უტიაშვილი იყო ჩვენი სტომარი და რა ვიცი, ყველას გისურვებთ, რომ თუ კი რამ ცუდი იყო, დავტოვოთ ძველ წელსში და ახალ შევუდგეთ შემართებით. და გადავიდეთ 21-ში ბედნიერი განწყობით და